ჩემი დღევანდელი დღე სოფელ ვაშლოვანში იწყება. მდინარე აჭარისწყლის ხეობის ზემო ნაწილში მდებარე სოფელი ხულოს რაიონს ეკუთვნის და თავისი ისტორიით, დღემდე შემორჩენილი ტრადიციებითა და განსაკუთრებული სტუმართ მასპინძლობით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. ასე რომ, ერთად გავატაროთ ერთი დღე ზემო აჭარის ყველაზე დიდ სოფელში და უკეთ გავიცნოთ სოფლის დღევანდელი ყოფა. სოფელი ვაშლოვანი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ზედა და ქვედა ვაშლოვანისგან შედგება. მას აღმოსავლეთიდან ორი სოფელი დეკანაშვილები და ქედლები, სამხრეთიდან სოფელი ჩაო, დასავლეთიდან კი სოფელი ნიგაზეული ესაზღვრება. კუთხე, რომელსაც ადგილობრივები დღეს ვაშლოვანთან ერთად ალმესაც ეძახიან, სულ 855 კომლისგან არის დასახლებული. წელში დავამთავრე ვაჟთა პედაგოგიური სასწავლებელი ხულოში. 3 წელი ვიმსახურე პედაგოგად დაწყებით კლასებში სოფელ ღურტაში, კვატიაში და ოქტომბერში. მაშინ ოქტომბერი იყო ჩვენი სოფელი. ეხლა ვაშლოვანია. და 56 წელში ღურტაში მუშაობდი პედაგოგად დაწყებით კლასებში ვასწავლედი ყველა საგნებს, ხატვასაც ვასწავლედი. და შევქმენი ოჯახი 55 წელში, 14-15 სასწავლო წელში. 56 წელში გადავწყვიტე და წავედი აკადემიაში და ჩავაბარე გამოსები და ჩავირცხე. ფუნჯები იქ ვიყიდე თბილისში. პალიტრა იქ ვიყიდე. და ფერები რა თქმა უნდა. მეხუთე კურსიდან უკვე ესკიზები გავაკეთეთ, სადიპლომო ესკიზები. მე ჩემი კუთხის ამსახველი პეიზაჟი გავაკეთე, მთის ცხოვრება და იაილების თემაზე და ცხრის ფარა გავაკეთე. დავიცავი დიპლომი, დაუბრუნდი 62 წელს დავამთავრე, დაუბრუნდი ჩემს რაიონს, ჩემს კუთხეს და გავაგრძელე შემოქმედებითი მუშაობა. დიდ ტილოებს შევეჭიდე ხოლმე ძალიან ბევრჯერ და მართლაც ვასრულებდი. ყველა გამოფენის მონაწილე ვიყავი ბათუმში, თბილისში, იყო საიუბილეო გამოფენები, იყო გასაგაზაფხულო საშემოდგომო გამოფენა. მე დაახლოებით ეხლა 60 წელია რომ მე მუშაობ და ფუნჯი ავიღე ხელში. 60 წელია უკვე. არც ისე ცოტა არის 60 წელი. ამერიკაში ერთ-ერთ დიდ ესე იგი გალერეაში არის 5 ნამუშევარი. ერთი დიდი ტილოა ძალიან ზემი აჭარაში, ასეთ სათაურით. მე ამჟამად ხულოს გალერეასთან არსებული იყო სამხატვრო სკოლა. ეხლა შეერთდა და სხვა ადგილას გადავიდა, თუმცა ის ფართობი დათმობილი არის ბავშვთა სამხატვრო სკოლისათვის 100 კვადრატული მეტრია. და იქ მაქვს ახლა ჩემი ნამუშევრები, იქ გამოფინე და მემზადები საიუბილეო გამოფენისათვის. ჩემი სოფელი ტრადიციულად, ისტორიულად ალმეა ჩემი სოფელი. ალმა. ალბათ რაღაციდან მოდის ალმა ვაშლის სახელია. მე ამაზე უკეთესი ვერსად წარმომიდგენია. მე მიყვარს საქართველოს ყველა კუთხე, მაგრამ აქ ვიღვაწე, აქ მოვხუსტი, აქ
აქ დავრჩები ბოლომდე. სოფელი არის ძალიან მრავალრიცხოვანი სოფელი, შედგება ძალიან სხვადასხვა უბნებისაგან, ძალიან დიდი უბნებისაგან, კარგი უბნებისაგან არის, და არის ესე იგი წოდებული პირველ რიცხვში იყო სოფელი ვაშლოვანი, ერქვა სოფელი ვაშლოვანი, შემდეგ საბჭოთა ქვეყნის მოსვლის შედეგად ჩამოვიდა და ერქვა მაგას ვაშლოვანი. იყო ქვემო ვაშლოვანი და იწოდა ალმედ, სოფელ ალმედ. ის შემდეგ მეორე სოფელი იყო კიდევ გვერდით ცალკე, შუა სოფელი, ამას ეწოდებოდა სოფელი ოქტომბერი. წინაპრების გადმოცემით სოფელს ვაშლოვანს ერქვა ალმე. ალმე არის ფაშ ალმა, ეს არის ვაშლი, ვაშლოვანი ითარგმნა, ეს 99 წლის აქეთ სტატისტიკურ მონაცემებში იქნება ჩაწერილი ლამაზად, რომ შეიცვალა ალმე ვაშლოვანი, ქვედა ვაშლოვანი, ზედა ვაშლოვანი. სადაც ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით, აქ ჩვენ ცხოვრობთ 35 ოჯახი, რომელსაც ქვია ელია წმინდა. აქ წინაპრების გადმოცემით ილია ყოფილა გამოჩენილი პიროვნება, წმინდა ილია მეორესავით შეფასებული იყო ვაგი და დაერქვა იმის შესანარჩუნებლად, სახელის შესანარჩუნებლად ილია წმინდა. არის საყდარი, სხანდარა, შურმული, მეჰელე, ქვევით, მელაძეები, საბაური და ეს ჩვენი ილია წმინდა. ეს თვითონ აი ამ მდებარეობის მიხედვით მოსახლეობას აქვს შერქმეული. ტოპონიმებს თუ გადავხედავთ, ძალიან საინტერესოა ქრისტიანული თვალსაზრისით. მე ბევრი ვამუშავე ბავშვები და ძალიან საინტერესო მასალები მოიძიეს. ხუციანთები, რკინის ჯვარი, ნაინკლისევი, ნასაყდრალი. ჩვენ ეხლა საბაურის ტერიტორიაზე ვდგევართ და საბა ყოფილა ისტორიული პიროვნება, რომელიც აქ ხუცესის მოვალეობას ასრულებდა. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის ნამდვილად. სოფელი ვაშლოვანი მდებარეობს საჭარისწყლის ხეობის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე დაახლოებით. ბათუმი ახალციხის გზის 78 კილომეტრზე. ადრე ამ სოფელს ალმერქმევია. სანამ თურქები დაეტყობდნენ ამ სოფელს, მანამდე მას ვაშლოვანი ერქვა თურმე. იმის გამო, რომ აქ ძალიან ბევრი ვაშლის ბაღები ხარობდა. და რადგან ვაშლი თურქულად ალმა, ამიტომ თურქებმა ალმე უწოდეს. იმ დროისათვის არსებობდა ზედაალმე, ზედაუბანი, ქვედაალმე, სოფლის ქვედაუბანი. შემდგომში კონკრეტულად 1990 წელს სოფლის ყრილობის მოთხოვნით სოფელს გადაერქვა სახელი და მთლიანად ეწოდა ვაშლოვანი, ზედაუბანს ზემოვაშლოვანი, ქვედაუბანს ქვემოვაშლოვანი. ისე ერთ დროს კომუნისტების დროს ქვემოუბანს ოქტომბერიც უწოდეს, ოქტომბრის რევოლუციის პატივსაცემად, მაგრამ ამ სახელმა დიდხანს როგორც ხედავთ ვერ გასტანა. ისტორიულია იმდენად, რამდენადაც თვითონ მდებარეობა განსაზღვრავს ახლა აქ მოსახლეობას, ყოველთვის ჰქონდა საარსებოდ კარგი პირობები, ამიტომ ადრინდანვე აქ მოსახლეობა ცხოვრობდა და ამას ბევრი ფაქტები მეტყველებს.
ბევრმა შეუცვალა სახელი ალმე დაარქვეს თურქთა ბატონობის დროს, რაც ვაშლს ნიშნავს. შემდგომ ოქტომბერი დაარქვეს, მაგრამ ვაშლოვანი მაინც ვაშლოვანად დარჩა. დღეს არსებობს ასეთი მშვენიერი სოფელი, თავისი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანებით, ისტორიული წარსულით, კარგი ახალგაზრდობით, საჯარო სკოლებით, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან, რომლებსაც აინტერესებთ უყვართ თავიანთი სოფელი და ისტორია და მთლიანად საქართველო უყვართ, ცხოვრობენ ძალიან გამრჯე ადამიანები, ძალიან ბევრი ხელოვანი, მუსიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე და ვცდილობთ, რომ მოსული სტუმარიც ჩვენთან მოსული ადამიანებით, ჩვენი სოფლით დაინტერესდნენ, ნახონ და გაიგონ, რომ აქ ნამდვილი, ძველი ქართული სისხლი და ჯიში ცხოვრობს. სპეციალური არქეოლოგიური გათხრების სოფელ ვაშლოვანში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას ქვევრებთან, დოქებთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ადგილობრივებმა ქვის კუბო აღმოაჩინეს. მისი აღმოჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის, თუმცა ცნობილია, რომ იგი ქვემო ვაშლოვანში სწორედ აქ, ნახუცარის უბანში იპოვეს. აღმოჩენილი ქვის კუბო დღეს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ქვის კუბო განეკუთვნება დაახლოებით მე-12 საუკუნის პერიოდს. გამოკვეთილია მთლიანად ტუფის ქვისაგან, ორი ნაწილისგან შედგება ერთი თვით კუბო და მეორე არის სახურავი. სიგრძით დაახლოებით 190 სანტიმეტრი, სიგანით ფართო ნაწილში 51 სანტიმეტრი და ვიწრო ნაწილში 45 სანტიმეტრი. როგორც ჩანს, ეს კუბო განეკუთვნებოდა ქალიშვილისათვის იყო გამიზნული. შემდგომ წლებში ეს კუბო აღმოჩენილი იქნა ერთხელ სამწუხაროდ ჯამეშიც გადაიტანეს. შემდგომში კი 1930-იან წლებში ეს კუბო გადატანილი იქნა აჭარის სახელმწიფო მუზეუმში და ახლა ამ მუზეუმში ინახება. კუბო განეკუთვნება მე-12 საუკუნის პერიოდს და მსგავსი კუბოები სხვაგანაც აღმოჩენილი არის სამხრეთ ჯავახეთის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ასეთი კუბოები და იმ პერიოდს განეკუთვნება ზუსტად. იქ ზუსტად არის დადგენილი, რომ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო ასეთი კუბოების მშენებლობა. კუბოზე ჯვარიც არის, შემდეგ ორნამენტები არის ყურძნისა და სხვადასხვა ძვერქართული ორნამენტები არის გარედან. და საკმაოდ კარგი სანახავია, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ძალიან ძველად იპოვეს ქვის კუბო და თუ მოვიძევთ ლიტერატურაში, ხომ ქრისტიანულზე უფრო ადრეა, იმიტომ რომ წარმართული წესების მიხედვით ქვის კუბოებში ადამიანებს უფრო წარჩინებულებს ასაფლავებდნენ და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ეს კუბოები ასე სიგანით კი არა, ასე სიმაღლითაც დაუსვენებიათ. იმდენად ძველია ეს, რომ მე უკვე ამ სოფელში 35 წელიწადია ვცხოვრობ და მე ის გადმოცემით ვიცი, უშუალოდ როდის ნახეს და უშუალო მომსწრე ამისა მე არ შემხვედრია, მაგრამ ეს არის ძალიან ძველი, რომელიც ჩვენ სოფელში იპოვეს და ის შემთხვევით ამხელა კუბო არ მოვიდოდა, აქ ცხოვრობდა აი იმ წარმართულ პერიოდში ადამიანები ჩვეულებრივად და ამის ნათელი დასტურია თუნდაც ის ქვის კუბო, რომელიც შემთხვევით ბუნებრივია არ მოხვდებოდა. გადმოცემით ცნობილია, რომ აი იმ ადგილს ცოტა ზემოთ ქვია კინიჟვარი. გადმოცემით ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში დიდაჭარაში რომ მოილოცა თურმე ამ გზით გაიარა, მოეწონა ეს ადგილი, რკინის დაასო და მოილოცა აქაც. დაახლოებით აი მივედით იმ ადგილას, სადაც
ანდრია პირველწოდებულმა პირველი ჯვარი დაასვო ქრისტიანული სარწმუნოების სავარაუდოდ აქ იყო. ამ ადგილს ეწოდა რკინის ჯვარი საუკუნეების შემდეგ, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, შესანიშნავი ხედი იშლება და რკინის ჯვარი დაასვო. აქაც მოილოცა საფუძველი ჩაუყარა იმ დიდ სარწმუნოებას და საშვილიშვილოდ გადმოეცა. შემდეგ ახლა იღვიძებს ეს ყველაფერი. მეუფესთან ჰქონდა საუბარი ამის თაობაზე სპირიდონთან და შეგვპირდა, რომ აქ აუცილებლად განაახლებდა ამ ძველ რკინის ჯვარს და გვაქვს იმედი, რომ მალე კვლავ აღიმართება ეს რკინის ჯვარი. სხვადასხვა საინტერესო ადგილებთან ერთად სოფელ ვაშლოვანის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელია უძველესი სამჭედლო. აქ თაობების საუკუნეების წინ თანასოფლელებს საყოფაცხოვრებო იარაღებს უმზადებდნენ. თუმცა ტრადიცია დღესაც გრძელდება და 65 წლის ნოდარ აბულაძე ახლაც თანასოფლელებისთვის შრომობს. წელია მე დავიწყე ჯერ კიდევ 15 წლის რო ვიყავი მუშაობა ამ სამჭედლოში. ადრე მანამდე მუშაობდა მამაჩვენი. კოლმეურნეობის სამჭედლოში 1-20-25 წელი მუშაობდა და ამის პარალელურად ოჯახში ჩვენც ჰქონდა სამჭედლო. მუშაობდით, ვაკეთებდით სამეურნეო იარაღებს. სადურგლო ხელსაწყოებს, ამბა ყველაფერს ვაკეთებდით, რაც სამჭედლოში შეიძლებოდა. გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა. ძირითადად სამჭედლოში ვაკეთებდით კოლმეურნეობას, გამწევი ძალა ყავდა უამრავი, ცხენ ხარის გამწევი ძალის ნალმუხს ვამზადებდით, გუთანს ვამზადებდით, სახნავსად ეს გუთნებს, მაშინ ტექნიკა მცირე ტრაქტორები არ იყო. ვამზადებდით, ფეჩებსაც ვაკეთებდით, სოფელს რაც საჭიროება და ასე იგი ყველაფერს ვამზადებდით და ვემსახურებოდით არა მარტო ჩვენ სოფელს, მოდიოდნენ სხვა სოფლებიდანაც. ეს სამჭედლო დღეობითაც რა თქმა უნდა აუცილებელი და საჭიროა და მოთხოვნაც არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენთან მაღალმთიან რაიონებში, ამ სოფლებში ეს ტრაქტორები ვერ მუშაობს როგორც საჭიროა და ეს ხელდახელო ინსტრუმენტებით და ამ იარაღებით მუშავდება ჩვენი სამეურნეო სამუშაოებები. მიწა დამუშავება, გინდა გუთანი, გინდა გააკეთო. ბატონობის დროს გაკაფული ვაზის გაშენება მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მთიან აჭარაში ისევ დაიწყო. ასეულობით წლის შემდეგ აჭარაში კვლავ დაიწურა ღვინო და ვაშლოვანელმა კაცმა ისევ დააჭაშნიკა ყურძნის ნაჟური. მაშინ ყურძნის განვითარებისა და აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილი ჰურიე დიასამიძე ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც პირველი მევენახე ქალი იყო, ვინც სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან 3 ტონა მოსავალი აიღო. უხვი მოსავლის ტრადიციას ვაშლოვანში ჯაყელების შთამომავლები ისევ აგრძელებენ. ზუსტად იმ დროს, როცა მოაჯირობა თუქთა ბატონობა გადავა და იმის შემდეგ დაიწყეს ვენახის მოშენება. მოიტანეს აქ ხალხმა, დიდმა ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ბიცოლა ჩემი იყო ყურიე ჯაყელი, რომელმაც გააშენა აქ ვენახი და ამ ვენახით
მთელი სოფელმა ნახა ეს ვენახე თუ როგორი შემოსავლიანი იყო და ყველამ ამოუდგა გვერდში ამ ხალხს და გააშენეს ვენა რომელსაც ამ ადგილებს საერთოდ მარანი ქვია ამ სახით დაარქვეს მარანი ქონდა ყველანაირი ალი დასტური ახალი შემეიტანეს ვენახში გაჭიჭი ჩხავერი ჩოლიკაური და საფერავიც არის საფერავიც რომელმაც ჩვენ სოფელს მთელ ჩვენ ამ ვაშლოვანის სოფელს გარკვეული მისცა ცხოვრების იმედი ამ ვენახმა ვენახი საერთოდ ვაზი ძნელი მოსავლელია მაგრამ მაინც ხალხმა აიღეს ეს ხელში და დაიწყო ამ ვაზის მოშენება და ალბათ თქვენ ხედავთ ამ ვაზს თუ როგორი ფორმაშია დღეს როგორ უვლიან ეს ხალხი და გარკვეული წვლილი შეაქვს გლეხის საერთოდ მის ეკონომიკაზე რა მაზონ ნაზარდოშვილივით არის თქმის შენი ფასია ვამაყობ როცა ხელთ ამაკ მეც ღვინის სავსე თასია სხვა ტრადიციულ კერძებთან ერთად ზემო აჭარაში ტკბილეულის მომზადებაც კარგად გამოსდით. დესერტს, რომელსაც დღეს ჩვენ სოფელ ვაშლოვანში მომამზადებთ, აქაურები ლუხუმს ეძახიან. ვამზადებთ ტრადიციულ კერძს ლუხუმს და ქალბატონო მედიკო რა არის საჭირო იმისათვის, რომ ლუხუმი მოვამზადოთ? ლუხუმისთვის გვინდა 1 კილოგრამი ფქვილი ჩემოკარგო, 2 ცალი კვერცხი, 1 კოვზი დროჟი, ცოტა მარილი და ცოტა შაქარი გემოვნებით. ცოტა. ესე იგი სულ მარტივად მზადდება. სულ მარტივი გასაკეთებელია აი კერძი და დღესდღეობით კიდე მოდის ძველდაძველი ტრადიციები და არ ვივიწყებთ ამ კერძს. მაშინ შევუდგეთ ამ ტრადიციული კერძის მომზადებას და როგორ უნდა დავიწყოთ? პირველ რიგში ავიღებთ ფქვის ნათია. დავამატებთ 2 ცალ კვერცხს. შემდეგ დროჟი 1 კოვზი. ცოტა მარილი. გემოვნებით, საკვირველია. ცოტა ჭირდება შაქარი. ესეც ალბათ თვალით მიჩვეულია. ხო. და თბილი წყალი. მოვზელთ რბილ ფაფუქ ცომს. ეს კერძი მასწავლა მე ბებომ. ვაკეთებდით ხშირად ბავშვობაში. ადრე არ კეთდებოდა ტკბილეული ნამცხვარი ამდენი რამე არ იყო და ეს არის ნამცხვრის შემცვლელი. თუ გაიხსენებთ სადღესასწაულო დღეებში თუ მზადდებოდა ხშირად? კი, პირველი ეს იყო გასამზადებელი, იმიტომ რომ ადრე არ იყო ნამცხრები. მაგრამ დღეს სხვადასხვა სახეობის ნამცხვარი არსებობს, მაგრამ ლუხუმი მაინც შეუცვლელია, რა ვაშლოვანილებისთვის. ნამდვილად. ცომი უკვე მზად არის. ასაფულებლად ამისთვის საჭირო 1 საათი მინიმუმ დრო მაინც. მაშინ დაველოდოთ სანამ ცომი აფუდება და შემდეგ შევუდგეთ ლუხუმის მომზადებას. კი გენაცვლა. ზეთი დაიწყო და გავაკეთებ უკვე ლუხუმს. შევუდგეთ ლუხუმის გაკეთებას. და მოვჭიროთ და კოვზით მოვაბურთოთ. დავუშვათ ზეთს. ახლა გადაგჩენია დავაყაროთ შაქარის ხელცხელს. მოკლედ მომამზადეთ ლუხუმი, ეს ტრადიციული კერძი საკმაოდ მარტივად მზადდება, თუმცა ძალიან მათის აღმძვრელად გამოიყურება.
ზემო აჭარა რომ ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შემსრულებელთა სიმრავლით მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, ეს ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ტრადიციული ცეკვა განდაგანა პირველად დიდ სცენაზე სწორედ ვაშლოვანელმა თოფან მელაძემ შეასრულა. მისი საშემსრულებლო ოსტატობისა და შემოქმედებითი ნიჭის წყალობით ეს ცეკვა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ნახა. წლების შემდეგ ამ სოფელში ცეკვა განდაგანას კვლავ განსაკუთრებული სიყვარულით ასრულებენ. სხვადასხვა როგორც ქრისტიანობა დაიწყო ხულოს რაიონიდან დიდაჭერიდან, ასია ეს აჭარული განდაგანას თოფან მელაძემ და იაკობ მელაძემ შექმნეს. ამიტომ შესაძლოა დავლიათ. ის იყო ძლიერი პიროვნება, რომელიც მართლაც ძლიერი იყო აჭარაში გამოჩენილი ადამიანი მოცეკვავე, რომელმაც ეს განდაგანა აჭარული განდაგანა მან შექმნა. სოვნა არ დავიწყება მოგონება ყოფილიყოს და დაზრდილი იყვნენ საუკეთესო და საუკეთესო. აუ მოჭის კარგი სამეგრელოს. ხო, მეამაყება რომ მე ამ სოფლელი ვარ ახლა, ამ სოფლის შვილი ვარ. თოფან მელაძე იყო ჩემი ალალი, მამე და შვილი. რომელმაც კარგი ტრადიცია დაგვიტოვა. გალდაგანა პირველი გალდაგანა მალშამოიტანა აჭარაში და იყო ძალიან დიდი პიროვნება ხელოვნებაში, ცეკვაში და ყველაფერში. თოფან მელაძეზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მე აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, აქ ისწავლა ის ძირითადი ილეთები. მისი ინტერვიუთი ერთ-ერთ იმას გაზეთში მისცა ინტერვიუ, რომ მას ეს ცეკვა ასწავლა ბიძამ, მისმა ბიძამ, რეპრეპ მელაძემ. და იმ საგვარეულოში დღესაც აქტიურად ძალიან ეშხიანად ატარებენ ამ ილეთებს, მის ტრადიციებს ატარებენ. თოფან მელაძეზე შემიძლია ვთქვა, რომ მან მოღვაწეობა დაიწყო ძირითადად ხულოს მაშინდელ სახელმწიფო თეატრში. იყო ძალიან აქტიური მონაწილე. ასე სუხიშვილების ანსამბლში თოფან მელაძემ სხვადასხვა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებში მოიარა სცენაზე, მას ძალიან დიდი ოვაციები ხდებოდნენ და ის ისეთი ტანადი კაცი იყო და ისე ეშხიანად ასრულებდა ამ ილეთებს, რომ ზოგიერთი როდესაც უყურებდა და ამ მუსიკას უსმენდა, ზოგიერთი ადგილზე ვერ ჩერდებოდა.